დედას თითოეული ადამიანის ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. ხშირ შემთხვევაში სწორედ ამ ადამიანებისგან ვსწავლობთ ხოლმე სიყვარულს, მეგობრობას, სხვებზე ზრუნვას. ჩვენმა ჟურნალისტმა გვანცა ჩარგაზიამ სხვადასხვა ასაკის ადამიანები ჩაწერა, რომლებიც ერთ მთავარ კითხვაზე სცემენ პასუხს. რა მასწავლა დედა? მოდი ვნახოთ ახლა სიტყვას. მე დედისგან სიყვარული ვისწავლე. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რაც მასწავლა დედამ ეს არის სიყვარული. მეგობრობა, პატივისცემა, ერთგულება. სითბოს სიყვარული, აი ძალიან დიდ სიყვარულს აფრქვევდა თვალებიდან. პროფესიით კარდიოლოგია გულის ექიმი და ეტყობა პროფესიიდან გამომდინარე მისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია გული და ადამიანის გულებს უფრთხილდებოდა ყოველთვის მთელი ცხოვრება და ეს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანია და ალბათ დედისგან გარდა იმისა რომ საუბარი მასწავლა სიარული ასე შემდეგ და ასე შემდეგ ვფიქრობ რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს არის რომ მისგან მე ვისწავლე ადამიანების სიყვარული. და მასწავლა რომ ვიყავ უკეთესი ადამიანი, კეთილი, მიყვარდეს ხალხი და ვიყავ მზრუნველი. დედამ შემაყვარა ცხოველები. მან მასწავლა რომ ყოველი არსება ჩვენ სამყაროში იმსახურებს სითბოს და მზრუნველობას. ყოველთვის სხვისი სიხარული ვხაროდა ძალიან და აი მეც სულ მახსენდება ხოლმე რომ ეს სკოლაში რომ სწავლობდი, ჩემმა მეგობარმა მიიღო, მაშინ ჩვენ დროს ხუთიანები იყო, უმაღლეს სკოლა ხუთი იყო, ხუთი და ისეთი ბედნიერი ვიყავი და ისე გამიხარდა და ეს ემოცია რომ გამოვხატე, ამ მასწავლებას გაუკვირდა. შენ რა გიხარიაო? ეს ხო შენ არ მიგიღიაო და ეს ჩემთვის იმდენად ის იყო, აი ძალიან გამიკვირდა რა და იმდენად უცხო, იმიტომ რომ მე დედა ჩემისგან მიჩვეული ვიყავი და ხედავდი რომ აი სხვისი სიხარული ყოველთვის უხაროდა და ასე ვართ ჩვენც რომ აი სხვისი ბედნიერება, სხვისი სიხარული უფრო მეტი სიხარულს ვიღებთ. სულ მაგას ამბობდა, რაც მეტი წარმატებული ადამიანი იქნება ჩვენს ირგვლივ, ჩვენი ახლობელი მეგობარი, რა თქმა უნდა ჩვენც უფრო ძლიერები და ბედნიერები ვართ. ბევრი რამე ვისწავლე დედისგან, სიყვარული თავისთავად, მეგობრობა, იჭირო ვიყავი და ეშინოდა რომ რაღაცა წუწრეში არ მომხვედრილიყავი, მაგრამ ყოველთვის მაინც ისეთი სამეგობრო ემედებოდა რომ ჩვენ ცუდ გზას არ ვადგევართ და სხვათა შორის იმ გამოსაშვებმა კლასმა რომელიც მე დავამთავრე ყველა მომაღლეს ჩავაბარეთ იმ წელს რა და ეს იყო ყველაზე სასახარულო და ჩემს ყველა შვილი თუ ყვარდა იმიტომ რომ ყველასთან მეგობრობდა და მარიგებდა ხოლმე ჭკუას ისე არიგებდა იმათაც ხოლმე და აი ესე ვიყავით მეგობრულად და მოვყვებით აი ამ და ვაგრძელებთ ამ ტრადიციას სიყვარულის ტრადიციას. ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ რაც დედამ მასწავლა ეს არის დამოუკიდებლობა და საკუთარი თავის რწმენა. მიუხედავად იმისა თუ რამდენი ადამიანია შენს გარშემო და რამდენი ადამიანი გიწვდის დახმარების ხელს, მთავარია ცხოვრებაში რომ ენდობოდა საკუთარ თავს. სწორედ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის ცხოვრებაში და ეს გახდა ჩემი ცხოვრების მთავარი გზავნილი. ჩემთვის დედა ის პირველი მეგობარი არის, პირველი მრჩეველი. მასწავლა რომ უნდა ვიტყვი მყარად, მაგრამ არასდროს დავკარგო ეს სითბო. მასწავლა რომ უნდა ვიბრძოლო, მაგრამ არასდროს უნდა ვივიწყო რომ პატიება ჩემი წინაა. დედა ჩემმა მასწავლა მისა სხვებს როგორ უნდა დავეხმარო, როგორ დავიზრუნო, კიდევ მეგობრები მიყვარდეს, კიდევ ქუჩაში დავეხმარო ადამიანებს და კიდევ ის დედაზე ვზრუნავდე. ახლა რას ვეტყოდი დედას და იმას რომ ძალიან მიყვარს. ძალიან მენატრება და ჩავიხუტებოდი მაგრად. დედა, მინდა იცოდე რამდენად გაფასებდა მიყვარხარ. მადლობელი ვარ შენი მზრუნველობით და მხარდაჭერით მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. გონია რომ დედაშვილის სიყვარული არის ძალიან მოანგარო, უმიზეზოდ უყვარხარ ადამიანს მხოლოდ შენი არსებობის გამო და ამას არ ჭირდება ზედმეტი სიტყვები და მტკიცება და ერთადერთი რაც შემიძლია რომ ხა აქედან დედაჩემს უთხრა, ყველაზე მეტად მიყვარხარ და ძალიან მიხარია რომ შენი შვილი ვარ. პირველ რიგში მადლობა დედა. მადლობა იმ თბილი ხელებისთვის, იმ უსიტყვო გაკვეთილებისთვის და იმ სიყვარულისთვის, რომელიც მთელი ცხოვრება გზას გამინათებს. დე, მადლობა ყველაფრისთვის.
რასაც შენ ჩემთვის აკეთებ. მადლობა მინდა გითხრა ყველა დღისთვის და მადლობა მინდა გითხრა იმისთვის, რომ შენი შვილი მქვია. მიყვარხარ ძალიან ცამ და ცისიქი თუ კიდეგანოთ მიყვარხარ. დედა, მე ყოველთვის გავამართლებ იმ ნდობას, რომელიც შენ ქონდა ჩემს მიმართ და რა ვიცი. ალბათ დღეს რომ ცოცხალი იყო, ყველაფერი იქნებოდი ჩემი ყოფილი. მადლობა ყველაფრისთვის, ერთად რომ ვთამაშობთ, ერთად რომ ვატარებთ დროს, ერთად რომ ვაკეთებთ სიკეთეს, დედა მიყვარხარ.